ქართული ჭიდაობის ტურნირი ყვარელში. გამარჯვებულები 3 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. ვეტერანი მოჭიდავის ქართული ჭიდაობის დამსახურებული მწვრთნელის თამაზ კონჭოშვილის სახელობის ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს სპორტის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ძალიან ბევრს ვემზადებ, მართლა ბევრს ვარჯიშობ. შარშანაც მოვიგე ეს ტურნირი და კიდევ უნდა რომ მომეგო და უკვე ორჯერ მაქვს მოგებული ეს ტურნირი და სვედნიერი ვარ ძალიან. ყვარელში ჩატარდა შესანიშნავი ტურნირი სახელოვანი ფალავნის დამსახურებული მწვრთნელის, საზოგადო მოღვაწის და ბიზნესმენის თამაზ კონჭოშვილის ტრადიციული ტურნირი, რომელშიც თვითონ როგორც ორგანიზატორმა დააწესა არაერთი საინტერესო პრიზი, მათ შორის საკმაოდ სოლიდური ფულადი ჯილდოები, რამაც უფრო მოტივირებული გახადა საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონიდან თუ სადმე ქართული ჭიდაობის კერა არსებობს, გამარჯვებულ სპორტსმენებს ულოცავ წარმატებებს და მომავალში ჩვენ სახელმწიფო როგორც ქართული ჭიდაობის ერთ-ერთი მხარდამჭერი სახელმწიფო ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, მივესალმებით განსაკუთრებით ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და კერძო ინიციატივებს, რომელიც ემსახურება ზოგადად საქართველოში სპორტის განვითარებას. ეს ტურნირი ჩემ სახელთან კი არის დაკავშირებული, მაგრამ მე ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ქართული ეროვნული ჭიდაობა გავიდა მსოფლიო პირველობაზე. დღეს მე მიმაჩნია, რომ ყველა პიროვნება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ბიზნესმენები თუ ყველანი უნდა დაუდგნენ ქართულ ჭიდაობას. შეჯიბრში მონაწილეთა რაოდენობამ დაგვანახა ის, რომ ყოველწლიურად სპორტში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა მზარდია. დღევანდელი დღე ასევე კარგი მაგალითია კერძო და საჯარო ურთიერთობის და ჩვენის მხრივ აქტიურად გავაგრძელებთ როგორც სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ასევე სპორტული აქტივობების ხელშეწყობას.